გამარჯობა მეგობრებო, ტრადიციულად, რა თქმა უნდა, 5 ამანათი მაქვს ისევ და ცოტა უცნაური ამანათები, უცნაური ფორმები რასაც გქონდა, რაღაც 104 კუთხედი, 103 კუთხედი არაფერი, ისინი მოგიტანეთ დღეისთვის. ესეთი და აი ეს ამანათი, რომელიც არის აი ისეთი მძიმე, ეხლა ძლივს მიჭირავს. ეგ ვავაგდო და გავავდო, შემო მაგიდა ჩატეხოს, იატაკის ჩატეხოს და მეზობელთან ჩავარდეს. ისეთი მძიმეა. მთელი ოჯახი ვავაგდო თუ გიგა უნდა იყოს. ხო. გიგა ვავაგდებს. ერთი სიტყვით გიგა აღდევს და აი ეს არის. ჯერ თქვენ გადახედეთ რა არის, აი ნახეთ. მე მგონი სიბირულო დამამძიმებელი რაღაცეებია. თუ დაგბიხარო და გამძიმოს. ერთი შეხედვით რაც ვნახეთ. მე მგონა გიგა იყო. ეხლა ამას გავხსნი და ვნახოთ რა ისეთი მძიმეა ვერ წარმოვიდგენთ. ძალიან მძიმე რაღაცაა. და ვერ ჩამოვიღებ, კი გაიხო. ეგ არის. ეს არის გასაკეთებელი, ამას ქვიშაყრია თუ რა ვიცი. სიბირულო დაგამძიმოს, სავარაუდოდ. რავი, არა წერია რამდენი კილოა? საკმაოდ მძიმე არის. 15 ლბს რა არის, გაწონის ერთეულია. მოდი აბა ChatGPT-ს ვკითხოთ უცებ, ლბს რა არის? 15 ლბს რამდენი კილოა? ანუ ვაფშე გაჯანდაბავად ხნა ვიწერა. დაახლოებით 6.5, 7 კილო არისო. ხო, 7 კილოა. ამას სკოლაზე გამიჭირდა არის. ანუ 7 კილო, ეს 7 კილო კიდია და დაღბიხარ, ალბათ ამას რომ მოიხსნი მე და ისერიმე, შეიძლება გაფრინდე. ძალიან კაი რაღაცაა. სავარჯიშო ერთი სიტყვით, ფიტნესის. ვარჯიშს თუ გადავწყვიტავ, აუცილებლად 7 კილოებით ვიგბენო. აი მძიმე ყოფილა 7 კილო. მეც ვეღარ ვარ ჯანზე ესე იგი. ეს ერთი სიტყვით. მეორე არის ესეთი ყუთი. ესეთი ყუთები მე არ მომწონს, იმიტომ რომ ესეთ ყუთებში ერთხელა მომივიდა მარტო კაი რაღაცა. Label პრინტერი. ეს თუ პრინტერია მართლა, აუ გიждები. ეს თუ მართლა პრინტერია. ვაიმე, რაღაცა პრინტერს გავს. პრინტერი, ხალხო, პრინტერი ამოვიდა. მინი პრინტ, ის არის ფისკალური პრინტერია. თერმული პრინტერია, როგორც მივხვდი, როგორ იხსნება. ესე. სპეციალური. თუ ეს რა არის? ეს არისო ტესტირების ფურცელი, რომ მართლა ბეჭდავსო რა. მადლობთ. ესეთი პრინტერია, რომელიც სავარაუდოდ სითბურად ბეჭდავს, კარტრიჯი და რაღაცები არ გჭირდება. მოყვა უამრავი რაღაც, თავისი გადამყვანი, კომპიუტერთან შემყვანი, თავისი ცლებიც მოყვა სატესტოდ. როგორც მივხვდი, ხო, აი ეს ფურცლები. ამას ახლა დაბეჭდოს არ ვაპირებ, მაგრამ კაია და თავისი რაღაც აქსესუარებიც მოყვა კიდე. ვაიმე, ფლეშკაც მოყვა მე მგონი. ფლეშკაც მოყვა ხალხო, 2-დან 2 USB. ოღონდ რამდენი მეგაბაიტიანია, გიგაბაიტიანი არ წერია. მეტად რამდენი არის? პატარა ფლეშკა. ზედ მაინც არ უნდა ეწეროს რამდენიანია? 2-დან 2 USB აწერია, მეტი არაფერი. ეს ახლა რახან მოყვა, მგონია დიდი იყოს, ვაფშე არ აწერია. Windows 99, Windows XP და Vista-ზე მიდისო, ესო მეტი არასად არ იხსნება. რა ვიცი, კარგად იყავით განაცვალე. Card reader და Type-C-დან USB-ზე გადამყვანი მოყვა კიდე. საყვარელი რაღაცაა. ხო, ნუ კიდე დიდი დამტენი მოყვა აქ. რა ვიცი, მოლოდინს გადააჭარბა. შემდეგი არასტანდარტული ფორმის და სავარაუდოდ კი არა და აი 101% თამაში ბოტას იდევს ან ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ესეთი ფორმა აქვს. და ნახოთ ახლა იმედია კაი ბოტას იდევს, იმედია ბიჭის დევს და იმედია მომეტონება. და იმედია ჩემი ზომა იქნება, მაგრამ უკვე რო უყურებ ჩემი ზომა უკვე აღარ არის. ბოტასი გამოიყურება ესე. ზირი კაია, ხალხი, ვერ ვიტყვი ხა ცუდია თქო. ზომა არის, არ ვიცით, არასად არ აწერია, არც ძირზე არ აწერია, არც აქ არ აწერია, თუ აწერია. არ აწერია. აქ ხომ მაინც უნდა ეწეროს. 40. EU 39 და 5. 39 და 5. აი ეს გოგოსია ბიჭის არის. კაცაცმეს ხო გენდერი არა აქვს, იქ დამიწერეს კომენტარში ადრე და. 40 ზომა, 39.5-ია რა. ლამაზი თეთრი ბოტასები არის, კაი ძირით. შემდეგი ეს სუპერ სუმუქი ამანათი, რომელშიც ან 1, ან 2 რაღაც უნდა იყოს. სავარაუდოდ 1 რაღაც დებს. სავარაუდოდ ჩანთაა. მაგრამ მაინც გავხსნათ. ეს არის წელის ჩანთა არის. აი ესეთი. ხალხის ვაშოს კაია. კაი ხალხია. თხელი არ არის, ბევრი ჯიბე აქვს. ზმეიკაც კარგად იღება, კარგად იხსნება. ხალხი მართლა კაია. მე წელის ჩანთები ძალიან მიყვარს. აქაც რაღაც ტანსაცმლის ვარიანტია. მეტყვი რბილია და ვნახოთ რა გებს.
ამაში დიდი ჩანთაა და იმ ჩანთაში გაღაზდებს. ხავარ ნახოთ. სამწუხაროდ შემომეხა. აი, ეს არის ჩანთა და ამ ჩანთაში გაღაზდებს. ამ ჩანთაში დევს ჩანთა კიდევ. აჰა. აი ესეთი, ეს ლეპტოპის ჩანთა თუ შეიძლება ჩაითვალოს, მე მგონი ლეპტოპის ჩანთაა. აწერია რომ ეს არის ეკო, ეს ჩანთა არის ეკო, თუ ეს ჩანთა არ ვიცი, მე მგონი ეს ჩანთა უფრო და არის გადამუშავებული ბოთლებისგან დამზადებული. სავარაუდოდ ეს, იმიტომ რომ ეგეთი მატერია აქვს. ეს ჩანთა არ მგონია იყოს. და თვითონ ამ ჩანთას რაც შეეხება, საკმაოდ კაი ჩანთაა, კარგად იქნება. ნუ კაია რა. ლეპტოპი ვისაც გაქვთ, ამ ხელა და ამ ზომის, ეკო ჰაბის ჩანთა არის. ეს არ ვიცი, ცნობილი ბრენდია თუ არა, მაგრამ ძალიან მეცნობა ეს ეკო ჰაბი. რაც არის, ძალიან მომეწონა. ესეც კაი, ამ ბოლო დროს ძალიან კაი ამანათები ამოდის. სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ, ეს მატებს мотивაციას და უფრო კარგ და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. წარმატებები ყველას.